ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. სერგეენკოს უწყება დაპირისპირებულ მხარებს დავის მოსაგვარებლად 48 საათიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში C ჰეპატიტის პროგრამას, რომლის პროვაიდერი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოა, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაინაცვლებს. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და კლინიკის მფლობელ კომპანიას შორის კონფლიქტი რამდენიმე დღეა გრძელდება. საავადმყოფოს თანამშრომლები ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებენ. 48 საათის განმავლობაში თუ მფლობელი კომპანია და კლინიკის ხელმძღვანელობა ვერ შეთანხმდებიან, თუ ისინი არ გააგრძელებენ ისეთი რეჟიმით მუშაობას, როგორც ერთი მინუტას ისინი მუშაობდნენ ამ თვეების განმავლობაში, ამ შემთხვევაში მე ვაძლევ მათ ამის გარანტიას, ამ შემთხვევაში მე როცა ვამბობ, მე ეს არის ჯანმრთელობის სამინისტრო და ჩვენი ჯანმრთელობის სამინისტროს ხელმძღვანელობა აძლევთ მათ გარანტიას, რომ C ჰეპატიტის პროგრამა ამ კლინიკაში აღარ იქნება უკვე 48 საათის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. ირგვლივ ძალიან ბევრი კლინიკა გვაქვს მობილიზებული და ჩვენს პაციენტებს ვერანაირად ვერ დავტოვებთ მკურნალობის გარეშე.